ეს არის ქრონიკა 20 საათზე, ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ. APM ტერმინალი ფოთის სპორტის მფლობელი ხდება. მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია, რომლის წლიური შემოსავალი 4.2 მილიარდი დოლარია, ფოთის სპორტში 65 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ექსპერტები აცხადებენ, რომ პორტის შემოსავლები გაიზრდება და ტვირთბრუნვა 60%-ით მოიმატებს. მსხვილი გარიგება კერძო კომპანიებს შორის კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდი ქართულ ბაზარზე და APM ტერმინალის გეგმები საქართველოში ნახეთ. ლელა ციკლაური სიუჟეტი. ფოთის სპორტის გაყიდვაზე თანხმობა საქართველოს მთავრობამ უკვე განაცხადა. რაკინ დეველოპმენტს APM ტერმინალი ჩაანაცვლებს. რამდენიმე დღეში ხელი მოეწერება დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ფოთის სპორტი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი და ცნობილი პორტ ოპერატორის ხელში გადავა. შეთანხმება კოპენჰაგენში გაფორმდება. დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია APM ტერმინალი უსაფრთხოებისა და სტაბილური განვითარების თვალსაზრისით მსოფლიოში ლიდერ პოზიციას იკავებს. 2010 წლისთვის კი მისმა შემოსავალმა 4.2 მილიარდი დოლარი შეადგინა. რა დაუჯდება APM ტერმინალს ფოთის სპორტის ყიდვა, ეს ინფორმაცია ამ დროისთვის კომერციული საიდუმლოა. პორტის უკვე ყოფილ მეპატრონე რაკინსა და ახალ მფლობელ შორის გარიგების ამ ნაწილზე არც ერთი მხარე არ საუბრობს. რაკია ქრონიკასთან მხოლოდ შეთანხმების რამდენიმე დეტალზე ამახვილებს ყურადღებას. რაკიას აქვს მოლაპარაკებები დიდ კომპანიებთან, რომელიც აქციების უმრავლესობის გასხვისებას ითვალისწინებს. შედგა შეხვედრა საქართველოს მთავრობასთან, რათა ამ კუთხით გავაგრძელოთ მუშაობა. ახალი ინვესტორი იზრუნებს სპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და ტვირთების გადამუშავების ახალ ტექნოლოგიებზე. არაბული კომპანია რაკია ფოთის სპორტს 2008 წლის აპრილიდან ფლობს. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი არტერია ხელისუფლებამ რაკინს 59 წლიან მართვაში გადასცა. კომპანიას ფოთის სპორტისა და თავისუფალი ეკონომიკური ზონის განვითარების ვალდებულება ჰქონდა აღებული, თუმცა რაკიამ პორტის გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო. მას არჩევანს არ უწუნებენ. APM ტერმინალი უმსხვილესი საპორტო ოპერატორია და მისი შტაბ-ბინა ჰოლანდიაში მდებარეობს. კომპანია მსოფლიოს 33 ქვეყანაში 54 პორტს ფლობს. მათ შორისაა უმსხვილესი პორტები: ელიზაბედი, ლოს-ანჯელესი, ვირჯინია, ჰიუსტონი და როტერდამი. კომპანიის პორტები ნატოს სამხედრო გადაზიდვებსაც ემსახურება. ერთი წლის წინ ის ლოიდ გლობალ ევორდის ლისტში წლის სპორტ ოპერატორად აღიარეს. APM-ზე მსოფლიო გადაზიდვების 6% მოდის და ის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი გადამზიდავი კომპანია. AP Müller Maerskis შვილობილია, რომლის შემოსავალიც 315 მილიარდ დოლარს შეადგენს. ის ფაქტი, რომ ესეთი ტიპის კომპანია, რომელიც არის AP Müller-ის და Maerskis შვილობილი, რომელიც სოფლიოში ერთ ყველაზე დიდი ჯგუფია ამ მართულებით, დაინტერესებული რომ საქართველოში იმუშაოს, ეს ნიშანია იმის, რომ ისინი ხედავენ საქართველოს ინფრასტრუქტურაში, სატრანსპორტო ინდუსტრიაში განვითარების პერსპექტივებს და ინვესტირების მომავალ დიდ პერსპექტივებს. ფოთის სპორტს ახალი მფლობელი ეყოლება და ამ ინფორმაციას ქრონიკასთან დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიც ადასტურებს. ამ კომპანიას ექნება დამატებითი ვალდებულება ჩადოს 65 მილიონი ინვესტიცია პორტის განვითარებისთვის და რა თქმა უნდა ასევე დაასაქმოს ადგილობრივი მოსახლეობა. 65 მილიონი დოლარი ეს ის თანხაა, რომელსაც APM ტერმინალი ფოთის სპორტის განვითარებას მოახმარს. ეს დამატებითი ვალდებულება, რომელსაც უმსხვილესი კომპანია თავის თავზე აიღებს. რაში დაიხარჯება APM ტერმინალის მილიონები, ამ კითხვაზე ქრონიკას დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე პასუხობს. ძირითადად მოხმარდება ფოთის სპორტის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას, აღნიშნული პორტი, ანუ ხელშეკრულების პირობის შესაბამისად იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, რაც გამოიწვევს ტვირთბრუნვის გაზდას, რა თქმა უნდა, პორტში. რას მოუტანს ქვეყანას APM ტერმინალის ინვესტიციები? ექსპერტები ამბობენ, რომ ფოთის სპორტის შემოსავლები გაიზრდება. მათი ვარაუდით დაახლოებით 2 წელიწადში ტვირთბრუნვა 60%-ით იმატებს. თუ კი ახლა პორტი 185,000 ტონა 20 ფუნტიან კონტეინერებს ატარებს, არ არის გამორიცხული ის 500,000-მდე გაიზარდოს. შავ ზღვაში შეიძლება მოხდეს იგივე წარმატებით საქართველოს ესე იგი ერთ-ერთი წამყვანი პორტის ფოთის ჩართვა აი ამ გლობალურ კონტეინერების მიწოდებაში და პორტის მიერ გემებისა და სხვადასხვა ესე იგი ბიზნესის მომსახურებაში. რამდენად ყიდულობს ფოთის სპორტს APM ტერმინალი? რატომ დაინტერესდა საქართველოში ფულის დაბანდებით და კონკრეტულად როგორ განავითარებს მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ფოთის საპორტო პოტენციალს? ამის შესახებ ოფიციალური მონაცემები APM ტერმინალის მფლობელებისგან მოგვიანებით გახდება ცნობილი.